გამარჯობა. ვინც არ იცნობთ, მინდა რომ ამ ეპიზოდში ფირუზ მსხვილიძე წარმოგიდგინოთ. ფირუზ, დიდი მადლობა შენი დროისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ეს არის ადამიანი ლეგენდა, უფროსი სერჟანტი, აწუკვეთ ადარიქში გასული. ძალიან დიდი გამოცდილებით და ბექგრაუნდით და მინდა რომ რახან ჩვენ ამ ინტერვიუს წერთ აგვისტოს დღეებში. არა მხოლოდ აგვისტოზე ვისაუბროთ, არამედ პირველში უნდა ვისაუბროთ იმ გზაზე, რომელი გზაც გაიარა ბატონმა უფროსმა სერჟანტმა და მისი პერსპექტივით მინდა დაგანახოთ ქართული არმიის განვითარების აი ეს პერიოდი, როდესაც ის მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში. და ეს ყველაფერი იწყება 1999 წლიდან, 97-დან. ხო, 97-დან. პატარა ბიჭი ვიყავი 97 წელი. და რითი იწყება? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ყველას მოკითხვა. ესე იგი, ჩემი სამხედრო კარიერა იწყება 97 წლიდან. პატარა ბიჭი ვიყავი, მე-9 კლასიდან გამოვედი. სოფლიდან წამოვედი, ბაღდადის რაიონის სოფელი ხანიდან და დავიწყე სწავლა ქალაქ ქუთაისის სამხედრო ლიცეუმი, მაშინ ესე ერქვა. არ იყო ძალიან დიდად, ასე ვთქვათ, განვითარებული და რაღაც ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული, მაგრამ იმ პერიოდში ისეთი კარგი ენთუზიაზმი იყო, ისე კარგად ჩამომიყალიბა გონება და განვითარება ამ სამხედრო ლიცეუმმა, რომ თავიდანვე 1 წლით ადრე ცოტა ხედვა მქონდა ამ ლიცეუმთან და ძალიან დამაინტერესა. ჩემი ფეხის შედგმა სამხედრო ლიცეუმში სულ სხვანაირად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, სულ სხვანაირად. ვიყავი ერთ-ერთი ჩვეულებრივი ბიჭი, ვარჯიშობდი სოფლის პირობებში, კარგად, თანადოდ კარგად ვარჯიშობდი და ამ სამხედრო ცხოვრებამ სულ საერთოდ 180 გრადუსით შემიცვალა ცხოვრება. დისციპლინის მხრივ, ფორმაჩაცმულობის მხრივ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ერთმანეთში ურთიერთობა, ჩამოყალიბება, კარგი მასწავლებლები ყავდა, მინდა აქედან ყველა მოვიკითხო, რამოდენიმე არის და მინდა ყველა მოვიკითხო აქედან. უკვე ძალიან მოხუცები არიან და მაგათმა აღგზარდეს და მაგათმა ჩამომიყალიბეს მე სამხედრო კარიერა ძირითადად პირველ საწყისს. ესე იგი, იმ პერიოდში ცოტა გვიჭირდა. ანუ ეხლა ხაზარმულზე არიან, მაშინ კი ისეთი ცხოვრება იყო, დილას მივდიოდით 9 საათზე, საღამოს 6-ზე მოვდიოდით. ჩვეულებრივი სამხედრო ცხოვრება ჰქონდა, დღის განრიგი და განაწესი ისე კარგად იყო გათვლილი და ჩამოყალიბებული, რომ მადლობა კიდევ ერთხელ იმ ხალხს ამ ენთუზიაზმისთვის, რაც მაშინ ჩამოაყალიბა და სხვათა შორის მაშინდელი ჩემი კურსელები, ჩემს წინა კურსელებიც უმეტესობა სამხედროები არიან. ეხლაც ჯარში არიან. ამის შემდეგ უკვე 97 ისეთი მძიმე დრო არის, ისეთი მძიმე დროა მეგობრებო 97, რომ ძალიან ბევრი სამხედრო მარცხი, არ თუ ისე პრესტიჟული არის სამხედრო სამსახური და პირდაპირ არც თუ ისე კი არის, საერთოდ არ არის პრესტიჟული და ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მძიმე, ეკონომიკური, ენერგეტიკული ვითარება ძალიან მძიმე, თუმცა ეს ბლეკაუტები უკვე თქვენც იცით დღეს და რატო ჯარი? ესე იგი, ზუსტად იმ ეკონომიკურ საკითხებსაც რო შევეხოთ, ფორმის ჩაცმა იმ პერიოდში თვითონ ჩვენი მასწავლებლებიც, 20 მეთაურებიც, 100 მეთაური, ლიცეუმის დირექტორები ყველა გვიხდიდა მადლობას. მადლობთ, რომ ფორმა გაცვია და მოდიხართ სამხედრო ცხოვრების ასპარეზზე. იმ პერიოდში ისეთი არეულობა იყო, ვიღაც ყაჩაღობდა, ვიღაცის რაღაცა ცოტა სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა და უმეტესად ყველას ეზიზღებოდა ფორმის დანახვა და ფორმის ჩაცმა. მე ცოტა სხვანაირად გამომივე ახლა თქვა, მაგრამ როდესაც ვამთავრებდით სწავლას, ბიჭების უმეტესობა ფორმას იმიტომ იხდიდა და ტოვებდა ლიცეუმში, რომ არ უნდა კონფლიქტი ქონოდა მოქალაქეებთან. არ ტოვებდი არავითარ ფორმას, ავდიოდით ფორმით, რამოდენიმე ერთად ვიყავით მაგაცები, უამრავი ჩხუბი მოგდიოდა, ძალიან დიდი ჩხუბები ჰქონდა. იმიტომ რომ გვეცვა ფორმა და რატო ირჩევ ფორმას, იქ იყო მოდაში ის ცხოვრება, რაც ცხოვრებას ახლა ცოტა სხვა მიმართულებით არის გასული, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით. იმ პერიოდში ის იყო ყველაზე მეტი პრესტიჟი, ქუდურ სამყაროს გულისხმობ. იმ პერიოდში ის იყო, ვერ გავექცევით რეალურ ცხოვრებას, ესე იყო. მაგრამ თუ კი ფორმა გეცვა, უკვე იყავი ძალიან ცუდი ბიჭი. რატო ირჩევ ამ ფორმას? მაგრამ ამ ცხოვრება მაინც ისე მიგვიყვანა, მე ახლა იმ ხალხსაც ვნახულობ და პირიქით მადლობას გვიხდის ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი მადლობას გვიხდის. რომ გავაკეთეთ ჩვენ ბევრი რაღაცა.
რაც შეეხება, ესე იგი, ფორმით გარეთ გამოსვლას, ბევრი უარყოფითად გვიყურებდა. ერთხელ მოხდი ავტობუსში და ერთი მეუბნება ესეთ რაღაცას. ეს ფორმა რო გაცვიო, ვიციო, მე აფხაზეთის ომის პერიოდში ფორმიანმა ესე დამაყაჩაღა, ესეკნა. ხა წარმოიდგინე, ვინ იყო ის ფორმიანი, ხა ნაღდი სამხედრო იყო, ომობდა, არ ომობდა, ცოტა სულ სხვა. ყველა სარგებლობდა რაღაცით. ყველას ერთი სახელი ერქვა. ერთი სახელი ერქვა. ყველას და სარგებლობდა იმით, რომ მე იარაღი მაქვს, ავტომატი უკავია ხელში, ბენდენა თავზე და რეიბანები უკეთია რა. და ამ ხალხსაც ვერ გაამტყუნებდი. ვერ გაამტყუნებდი, იმიტომ რომ ისე იყო დაბეჭავებული ხალხი და ისეთი იყო ეკონომიკური ცხოვრება, რომ ყველა რაღაცას ხანი ყანაში რომ მოთოხნი და იმას უფრთხილდებოდა, ვინმე არ წამართვასო. ასე თუ ისე ჩვენი მასწავლებლების, იმ პერიოდის მასწავლებლების, ესე იგი, რჩევადარიგების სწავლებით მივახციეთ იმას, რომ ეს ფორმა პოპულარიზაცია დასულიყო ხალხში. ბევრი უამრავი საჩვენებელი რაღაცები იდგმებოდა იმ პერიოდში. ხელჩართული ბრძოლები, ლიცეუმში ვიწევდით ხალხს, რომ ენახა როგორი სიტუაცია იყო, როგორ ვაკეთებდით დღის განრიგი როგორი იყო ჩვენი. იყო ღია გაკვეთილები, შეეძლო ხალხს შემოსვლა და ამან ძალიან დიდი პოპულარიზაცია წამოვიდა. წამოიღო ხალხში. მე უკვე ლიცეუმის დამთავრების პერიოდში 99-ში რო დავამთავრე, თითქმის იგივე სიტუაცია იყო, მაგრამ მაინც ხო იცი სხვანაირად გიყურებდა ყველა. ვეღარ მოახერხე იმ პერიოდში ცოტა ისე წამევიდა, ჩემი მდგომარეობაც ვეღარ მოახერხე აკადემიაში ჩაბარება და იმ წელსვე კომისარიატში ჩემი ფეხით მივედი და მინდოდა ჯარში წასვლა რა. ანუ ვერ მოხერხდა, ანუ შემოდგომის გაწევა ვერ მოხერხდა და მომიწია გაზაფხულის გაწევაზე, ანუ 2000 წლის გაწევა მომივიდა და თავისთავად მოვხდი ქუთაისში 36 დივიზიონი იყო ასეთი საზეიმტო საარტილერიო დივიზიონი და ჩემი ფეხით მივედი და ასე რომ ვთქვათ ჩავბარდი. ყველასთვის იყო სენსაცია. ანუ მაშინ გარნიზონებად იყო დაყოფილი და ასე ვთქვათ იმერეთის გარნიზონში 15 კაცი ვიყავით, ვინც ასე ჩვენი ფეხით მივედით კომისარიატებში. რატო იყო სენსაცია? რატო იყო სენსაცია და იმიტომ რომ ჯარში წასვლა არავის არ უნდოდა, რაღაცა ფულს იხდი და რა უნდა ჯარში ისეთი პერიოდი იყო, მართლა ცუდი სიტუაცია იყო. ერთმანეთის ასე ვთქვათ მიმართაც ისეთი ცუდი სიტუაცია იყო, რომ ჯარში თუ მოხდები იქ რაღაცას გიზამენ, ცოცხს დაგაკავებიებენ ხელში, ვიღაც შეგაგდებს ტუალეტში, გახერხიებს, არავის არ წარმოედგინა რა ხდებოდა ჯარში, იყო თუ არა სამხედრო განათლება, იყო თუ არა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა, სამხედრო დისციპლინა როგორ მუშაობდა, იყო თუ არა ოფიცრებისა და სერჟანტების ესე რომ ვთქვათ სუბორდინაცია, იყო თუ არა ოფიცრებსა და რიგითებს შორის სუბორდინაცია, ყველა სულ სხვანაირი ასე რომ ვთქვათ ხედვა ქონდა გარეთ დამოკიდებული. მგონი ეხაც ეგრე არის ეს დამოკიდებულება, ახლაც არაფერი შეეცვლილა დამოკიდებულებას. ხო, ძალიან თითქმის ახლა მე ხო სამოქალაქოზე ვარ და თითქმის იგივე ხედვა აქვს. ხალხში არ არის რომ მეუბნებოდენ გახვალ გარეთ და შენ თვითონ ნახავ ხალხში რა განათლებაც არის, ნაღად ეგრე ყოფილა რა. ყველას ის წარმოუდგენია რა უნდა ჩემს შვილს ჯარში. რას ვია რა უნდა? ჯარში უნდა იმსახუროს ქართველმა კაცმა. იმიტომ უნდა იმსახუროს, რომ ადრე თუ გვიან ჯერ გამოადგება თავის ფსიქოლოგიაში, თავის შინაგან დისციპლინაში და მეორე იმ ქვეყნის სიყვარულში, რა ქვეყანასაც ჭიქასწევენ ხოლმე და გადააკრავენ უცებ ჩვენ ქვეყანას გამომარჯვოს. მაგრამ ბევრს არ შეუძლია იმის კეთება. ნუ ახლა ყველაზე მძიმე ჭიქა არის, რაც მათ ხელში ჭერია. რა თქმა უნდა, ხო. რა შეიცვალა, აი მაგალითად შეყვებოდი 99-2000 და მე ძალიან კარგად მახსოვს ეს პერიოდი და ისიც კარგად მახსოვს ჩვენ სადაც გადავიკვეთეთ, ხო, უკვე მაშინ თქვენ საკონტრაქტოზე. აი ეს ცვლილება როგორ შეგიძლია რომ დაახასიათო? ესე იგი, ცვლილება რა ძალიან დიდი განსხვავება იყო, ძალიან დიდი განსხვავება. ეხლა ჩვენ თავისუფლად ვსაუბრობთ, ბატონებო, თავისუფლად ვსაუბრობთ, გიორგი და მინდა რომ თქვა ესე იგი, შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ვარდიკო ნადიბაიძის დროს სულ სხვა პერიოდი იყო ჯარის და უკვე კონტრაქტზე რო გადავედი, დავამთავრე, ესე იგი, მე იმ პერიოდში ჩამოყალიბდეთ ახლა ზუსტად რომ 36 საზეიმტო საარტილერიო დავამთავრე სავალდებულო და დავბრუნდი ისევ სამხედრო ლიცეუმში, მუშაობდი 20 იულის მეთაურის შტატზე. ვიყავი ზემსახური იმ პერიოდში. მუშაობდი შტატზე, ერთ-ერთი 20 იული მებარა, შემდეგ მეორე 20 იული საცეცხლე გაკვეთილებს კითხულობდი, ვიქ რაღაცა შიდა კურსები მქონდა გავლილი, ამ კურსის საფუძველზე მე მიიღეს რომ ექვემდებარებოდა იმ პერიოდში, ექვემდებარებოდა იმას, რომ შემეძლო ლექციის საკითხვა და საცეცხლე მომზადებაში ვიყავი
ერთ-ერთი ასე რომ ვთქვა და პლუს ამას ოცეულის მეთაურის სტატუსი მქონდა რა, ზემსახურს. ესე იგი, ამ პერიოდმა შეცვალა კი არა და ასე რომ ვთქვათ, მართლა თავდაყირა დააყენა მთელი ეს არმიო სტრუქტურა, ვერავინ ვერ წარმოიდგენდა თუ მოესწრებოდა ქართველი ჯარისკაცი კარგ ფორმას, კარგ ბათინგს, სასადილოში ნორმალურად შესულიყო, ესაუზმა, ეჭამა კარგად და გარეთ გამოსულიყო რა. ძალიან დიდად შეიცვალა. დამოკიდებულება თუ შეიცვალა გარეთ, რა თქმა უნდა, შეხედე ის დამოკიდებულება შეიცვალა, რომ მე ხო ახლა კარგად მიცნობდა ჩემ რაიონშიც ხალხი ქუთაისის მასშტაბითაც კარგად მიცნობდნენ, იმიტომ აქტიურად ვიყავი სულ ჩართული სპორტითაც, ხელჩართულ ზოლაში გამოვდიოდი, სულ ისე აქტიურად ვიყავი, სულ ფორმით, ყველგან დავდიოდი ფორმით რა. ყველა მეკითხებოდა იმ ფორმას ეს ფორმა რაღაცა სხვა გაცვია ესა და უკვე რომ საუბრობდი რომ ეს უკვე სულ სხვა ფორმა, ეს იყო ამერიკული ფორმა, უკვე გადასული ვართ ამერიკულ პროგრამაზე. თელავში რო წავედი 2003 წლის აგვისტო იყო. იმ каранტინმა, იმ ესე რომ ვთქვათ, მართლა ცოტა საძაგლეს ვიტყვი, მაგრამ მე უკვე ხო იცი სწავლის ძირი რომ წარი არის და ზემოთ და ზემოთ თანდათან განათლებით და ამ სიმწარით უფრო უკეთეს მწერვალებს ვახსენებთ, ამან გვაჩვენა ყველას რა. საზოგადოებაში, როდესაც გამოდიოდით, გარკვეული პერიოდი ჩვენ წლები ფორმით დავდიოდით, შეხედეს, რომ ჯარისკაცის დისციპლინა უფრო ჩამოყალიბდა, ჯარისკაცის ხედვა საზოგადოებაში ქცევა და ასე შემდეგ ჩამოყალიბდა, უკვე სულ სხვა მიმართულებით შემოbrunდა ხალხი. ყველამ სხვანაირად შეხედა ჯარისკაცის, ესე რომ ვთქვათ, მდგომარეობას. აღარ ხედავდა იმას, რომ ჯარისკაცს მართლა შია და ტილები ყავდა. ეხლა ისეთი სიტუაცია ჰქონდა ჩვენ ახლა ჯარის პერიოდში, რომ საჭმელი არ ჰქონდა რა ფაქტიურად. დილით შევდიოდით საჭმელზე და გამხმარ შავ პურს ესე კუთხეზე ხელით ტეხავდით, რომ უშაქრო ჩაიში ჩაგვეწო და გვეჭამა რა. მაგრამ ამას რო გამოდიოდით და საუბრობდით შემდეგ ესეთი სიტუაციაა, ყვება ესეთია. დღის განრიგი და დისციპლინა ესეთია, ვარჯიში ესეთია, საბრძოლო მომზადება ესეთია, სამედიცინო ისა იროკეზის ვერტფრენი კი არა და ისე ვერტფრენი უკვირდა ხალხს ერთი რო გადაიფრენდა ეს რა ხდებოდა. უკვე ვერტფრენებით დაუფრინავდით. თბილისი თელავი ისე იყო რომ ვერტფრენებით დაუფრინავდით, როგორც ტაქსი ეგრე მიდიოდა, სწავლება დარდებოდა თბილისში ვერტფრენებით მოვდიოდით, სწავლება დარდებოდა თელავში ვერტფრენებით მივდიოდით. კარგი სიტუაცია იყო, ამას ხო ხალხმა შეხედა, ჩვენ საუბრობდით. მერე უკვე რეკლამებმაც, პოპულარიზაციამ, ტელევიზიამ, სხვათა შორის თქვენმა გადაღებულმა ვიდეო ფილმას წვრთნა ისეთი პოპულარიზაცია გამოიწვია ხალხში, რომ ყველა შემოbrunდა ჯარისკაცებისთვის. და უკვე მიხვდა ხალხმა, რომ ჯარისკაცი ერთ-ერთი დაფასებული უნდა ყოფილიყო რა. ყველა სფერო სამოქალაქოზე წეღან მე ხო თქვი ის ცოტა სხვა ხედვა იყო იმ პერიოდში. ყველა სფერო ისე შემოგვიტრიალდა და ისე ხედავდა, რომ მიხვდა, რომ ჯარი ჭირდებოდა ქართულ საზოგადოებას, მთლიანად ჩვენ სახელმწიფოს, რომ ჯარის გარეშე მაინც არაფერი არ გამოდიოდა. შიგნით როგორ შეიცვალა? აი ესეც მაინტერესებს. 97-დან აი 2002-3 ეს წნა დაახტურა და და ზუსტად ის პერიოდი გავიხსენო. სავალდებულოში ჩემი მოხვედრიდან, ანუ მე ხო მივედი ჩემი სურვილით. რიგში და კონფლიქტები იყო თავისთავად, პატარ-პატარა მცირედი კონფლიქტები, მაგრამ როგორც გარეთ ვიცოდით, რომ იქ თავით ჩაგაყუდებდნენ ეს როგორ კი ხდებოდა ესეთი რაღაცები, მაგრამ რო დადგებოდი კარგად, ნორმალურად და შენ თავ შენ მიხედავდი, ყველაფერს კარგად ართმევდი თავს. ახლა ხო ვერ დავწვრილდები ზუსტად იქ რაც ხდებოდა, მართლა არ ღესე, რა ვთქვა, მაგრამ იმ ბიჭებთან, ვისთანაც კი კონფლიქტი მქონდა, ან ერთმანეთში კონფლიქტი მქონდა, მოვხდით საკონტრაქტოზე ერთად. რამოდენიმე შემდეგ სხვადასხვა სწავლებებზე ერთად მოვხდით და გვარებიდან გამომდინარე ვიცანი და რო ვეკითხებოდი სამხედრო ნაწილი 21-240 კი იქვსახურობდი ესე. აბა რა დამოკიდებულება იყო იქ? რა დამოკიდებულება იყო ახლა იქ? მაშინ ვიყავით ბიჭები რა, პატარა ბიჭები ვიყავით, რომელსაც ის რაღაც სამოქალაქო აზროვნება ჰქონდა, სადაც გავიზარდეთ. ხო და იმ სამოქალაქო აზროვნებით ცხოვრობდით იმ ჯარშიც. ვერავინ ვერ გთხოვდა პასუხს. ბარდაკ, რო იტყვიან მართლა, რუსული სიტყვა იყო ბარდაკ და ბარდაკი იყო იმ პერიოდში, მაგრამ დამოკიდებულება ისე შეიცვალა ერთმანეთის მიმართ. პურის გატეხვა კი არა და ადიელის ერთად გაფერთხვიდან დაწყებული, რომ გამოვიტანდით უკვე სულ იმას ვიხსენებთ, რომ სად ისდრო და სად ესდრო. ყველამ უკვე ის მივხვდით, რომ რა იყო ჯარი
რა გააკეთა ამ ჯარმა იმისთვის, რომ ჩვენ ხალხისთვის ყოფილიყავით რა. მერე უკვე მოგვესწრო 2004-ის პერიოდიც. მანამდე ხო სწავლებები გქონდა, პოპულარიზაცია გამოიწვია ამერიკელების ჩამოსვლა. საზღვაო ქვეითები რო გამოჩნდა მაშინდელი პირველი ბრიგადა ყველა იძახო და დიდი წითელი ერთიანი პოპულარული ფილმი იყო იმ პერიოდში და კაგრას დაემთხვა ბოდიში რუსული ჟარგონისთვის დაემთხვა იმას, რომ ჩამოყალიბდა პირველი ბრიგადა. ესე იგი, ამასაც ხო მინდა მაინც საზოგადოებასთან ურთიერთობა, ამას მინდა რომ თქვა, ამას ხო ხალხი ყველაფერს ხედავდა. დამოკიდებულება შიგნით ხო შეიცვალა. ესე იგი, გაფართოვდა სწავლებები, ჩამოყალიბდა ამერიკელების მიერ ჩამოყალიბდა, ხა ვერავინ ვერ ჩამოყალიბებდა ამას. ეს ფაქტია. ამერიკელების მიერ ჩამოყალიბდა ეს ქვედანაყოფები და თელავის ბატალიონი, შავნაბადას ბატალიონი, კომანდოს ბატალიონი, აქ საჩხერე იწვრთნებოდა, სერიოზული ერთ-ერთი კარგი სწავლება ჰქონდა საჩხერეს, ერთადერთი ბატალიონი ჰყავდა, რომელიც მთებში ბრძოლა იდეალურად იცოდა. ამას მიემატა სატანკო, მიემატა артиლერია, კავშირი, დაზვერვა, ყველაფერი და ეს პირველი ბრიგადა ჩამოყალიბდა და ესე იგი იმხელა ბუმი გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში, რომ ყველა ლაპარაკობდა პირველი ბრიგადა რა. რა თქმა უნდა, შიდა ურთიერთობაც. ერთმანეთის გარეშე ჩვენ მართლა არაფერს არ ვაკეთებდით, ისე ვიყავით რა. იმერელი კაცი, ბაღდათელი კაცი თელავში რომ მოხვდი, ესე იგი ისეთი კარგი ურთიერთობა ჰქონდა ერთმანეთთან, რომ ესე მთელი კახეთი შემოვლილი მაქვს. მთელ კახეთში ყველა რაიონში ვარ თითქმის ჩვენ სამხედროებთან ოჯახში ნამყოფი, კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბებული და ასე შემდეგ. და იმ სავალდებულოს რო შევადაროთ, აი გასულ წლებს კახელი რო თქვა ქუთაისში მოხდებოდა, აკაჩავებდნენ კაცს. ანუ კუთხურობა იყო ჩვენი ეგრეთ წოდებული ზედოვშინა იყო კუთხურობა. ეს იყო წმინდა წყლის დედოვშინა რა, წმინდა წყლის დედოვშინა. მეგრელი მოხდებოდა კახეთში, თათვარეზღეში ვარდებოდა საწყალი. ეხლა რო კახელი სენაკში მსახურობს, ხელისგული ატარებენ კაც, იმიტომ რომ შეიკრა ქართველური აზროვნება ჩამოყალიბდა ბოლოს და ბოლოსა. მივახციეთ იმას, რომ ქართველები ვართ ყველა. ერეკლეს რო დაჭირდებოდა არმია, მეგრელი რო ჩააგითხავდა, ტახში უკრავდნენ, სამეგრელი ჩამოვიდა, იმერეთი ჩავიდოდა სამცხე-ჯავახეთში და არიქ მოვიდა ჩვენი ძალა და მაშველი. ასე იყო კახელი რო ჩამოვიდოდა, აფხაზეთში საომრად მიდიოდნენ, ყველა ტახში უკრავდა და ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდა ის აზროვნება და აი ზუსტად მინდა რომ თქვა იმ პირველი ბრიგადის მიმართულებით, რომ მალადეც ვიჯებო და მადლობა თქვენთან დიდი პატივი იყო სამსახური და მადლობა ყველაფრისთვის რა. ამან ჩამოაყალიბა ჩვენი ურთიერთობა რა. ძალიან გამტკიცდა. სწავლებები ხო დაემთხვა იმ პერიოდში, მიდად ისევ ამერიკელებთან დაუბრუნდე და სწავლებები დაემთხვა. ესე იგი სერიოზული კარგი სწავლებები. საზღვაო ქვეითებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, მწვანე ბერეტებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, მაშინდელი სამეთაურო რგოლი. ესე იგი დაბალი რანგის ოფიცრებზე ვამბობ, ოცეულის მეთაურებზე და ოცეულის სერჟანტებზე. უმეტესმა წილმა გაიარა მწვანე ბერეტის მომზადების კურსი, სერტიფიცირებული კურსი გაიარა. ერთადერთი საპარაშუტო არ ყოფილა, დანარჩენი ყველა რაც ამერიკაში კურსი ტარდება, ის გაგვატარეს მაგან უფრო მეტი დიდი, ასე რომ ვთქვათ, წინა საბრძოლო მომზადება შეიტანა ამ სამეთაურო, მცირე სამეთაურო რგოლში და ყველაზე მეტად გადაადგმევია ნაბიჯი, ასე რომ ვთქვათ, იმ მცირე სამეთაურო რგოლს. შენს ცნობიერებაში, აი რახანთან რა ვიცი, მოწოდებით სამხედრო ადამიანი ხარ, ხო? ანუ ბავშვობიდან 97-ში კაცი თავის ფეხით რომ მიდის ახლა ჯარში სამწუხაროდ, ანუ მისი მოწოდება, მისი შინაგანი მრწამსიერი და მისი მსოფლმხედველობა. შენი მსოფლმხედველობა როგორ შეიცვალა მაშინ? აი უბრალოდ მსოფლმხედველობა, შენი ცნობიერება როგორ შეიცვალა? აი ზუსტად მაგ სწავლებებით და იმითი რაც დაინახე. ისინი როგორ ასწავლიდნენ და შენ რა იცოდი? ესე იგი მე როდესაც მივედი, ასე ვთქვათ, კონტრაქტზე როდესაც შევედი, მე იმხელა კლასი მქონდა უკვე გავლილი, იმდენი რაღაც მქონდა ნასწავლი, ასე ვთქვათ, მაშინ იყო წმინდა წყლის რუსული სწავლება რა, 97, 98, 99 წელი, 2000, 2001 და უკვე ორამდეც უკვე ისე იყო, რომ ჩვენ რუსული ტაქტიკა ჰქონდა. რუსულ ტაქტიკაში ვიყავით გათვითცნობიერებული ძალიან კარგად. საზეიმტო საარტილერიოში მსახურობდი და S60 ქვემეხსაზე იდეალურად კარგად ვიცოდი, იდეალურად კარგად ასევე ათეული ოცეული რუსულად. კარგად ვიცოდი რა. უკვე რო შევედით და შევდგით ფეხი და განსხვავება რომ მივცეთ ჩემი ცნობიერების. ესე იგი
აქ ჩანს უკვე რა არის სწორი ტაქტიკა და რა არის არასწორი ტაქტიკა. აი აქ ჩანს უკვე. აქ ხალხის გამოყენება, როგორ უნდა გამოიყენო და მართო გვედანაყოფი და აი იმ რუსულში როგორ უნდა გამოიყენო და მართო გვედანაყოფი. ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, განსხვავება იყო რა. ძალიან დიდი განსხვავება იყო. მეტი რესურსი, ნაკლები რესურსი, გონიერება, ნაკლები რესურსი, გონიერება და მეტი ძალა. ამ გენში იყო ძალიან დიდი განსხვავება. ჩემი ცნობიერება კიდე იქედან შეიცვალა, რომ პირველი ვიტყვი, რომ ძალიან, ასე ვთქვათ, უფრო და უფრო მეტი სიამაყე წამომივიდა, რომ შევდგი ფეხი ამ საკონტრაქტო სამსახურში. მეტი და რა ვთქვა, მართლა შეიძლება სიტყვებითაც ვერ გადმოვცე. მე ამაყებოდა უკვე რომ დავდიოდი და მეცვა სხვა განსხვავებული ფორმა, უკეთესი ფორმა მეცვა. აი ამ ცნობების, აი ამ ცოდნის პირველი შეჯახება შენ რაც აღმოაჩინე 2004-ში იყო? დიახ, 2004-ში იყო ზუსტად აგვისტო. 2004-ის აგვისტო არის საბრძოლო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. სამწუხაროდ დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ეს მოვლენები არის სამხედრო სწავლების სახელით და არა საბრძოლო მოქმედებების. დიახ. ესე იგი ზუსტად პირველ რიგში 2004-ში დაღუპულები მინდა მოიხსენიო. მოგონება იყოს ამ ბიჭების მე თქვა გაანათლოს. ძალიან მაგარი ბიჭები დაგვეყובה. ბევრმა არ იცის ამ ასე ვთქვათ საბრძოლო შეტაკების შედეგად რა მოხდა, ან თუ იყო საბრძოლო მოქმედებები, რა მოხდა. ერედში ვიყავით, ხეობაში ვიყავით, სად ვიყავით, თამარაშენი, საერთოდ ხსენებაში არავინ არაფერი არ იცოდა, უბრალოდ მიაწერეს ერთ-ერთ სწავლებას. ესეც ცოტა მინუსი იყო, ცოტა კი რა კარგი დიდი მინუსი იყო და იმ დაღუპულ ბიჭებზე ცოტა ამაცე გადაიარა ამ ყველაფერმა რა. აი ზუსტად იმ განათლებას მინდა დაუბრუნდე, რა განსხვავება იყო იმ ჩემ ძველ რუსულ სწავლებებში და რა იყო უკვე ამ ამერიკულ სწავლებებში. ანუ განსხვავება ის იყო, რომ აქ 2004-ში მივხვდი იმას, რომ ესე იგი რამხელა საბრძოლო რესურსი შეიძლება როგორც ადამიანის რესურსის გამოყენებით, ასევე ტექნიკის, ასევე ტყვია-წამლის, ასევე სხვადასხვა საცეცხლის საშუალებით, რო შევადაროთ ერთმანეთს. ჩვენ რო არ გქონოდა ეს სწავლება გავლილი, ეს თანამედროვე სტანდარტული სწავლებები რომ არ გქონოდა ჩვენ გავლილი, რაც ნატოს ჯარებში ჩამოყალიბებულ დღეს კიდე განვითარების მაღალ პიკზე მიდის და უკვე ტექნოლოგიებში გადადის, ჩვენ ეს რომ არ გვცოდნოდა, ჩავთვალოთ 9 ბატალიონი იქეთა ვერც გამოვიდოდა რა. ვერ გამოვიდოდა, იმიტომ რომ მასა შევეჯახეთ, ძალიან დიდ მასას. სეპარატისტული მასა იყო, მაგრამ მხარდაჭერა რუსეთის მხრიდან. ჰქონდათ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა. ძალიან ერთადერთი ავიაცია არ იყო ჩართული, დანარჩენი თუ რამე საცეცხლის საშუალება იყო, როგორც მძიმე, ასევე ინდივიდუალური, იყო სერიოზულად ჩართული. მოდი პატარა ეპიზოდიც იქნება რაღაცა გავიხსენებ, იმ ეპიზოდს გავიხსენებ, ესე იგი მე რუსულად კარგად მქონდა ნასწავლი ქვეითი 10-20, ანუ მაშინ იყო ტანკი 10-20, კარგად მქონდა ნასწავლი როგორც ლიცეუმის პერიოდში, ასევე საზეინტოში როდესაც ვსახურობდით, იქაც გავდიოდით ქვეითის კურსს. კი ვიყავით მე ზენიტეები, მაგრამ ქვეითის კურსის აუცილებელი იყო. კურსს ოფიციალურ კურსს გავდიოდით, რომელიც სამხედრო ბილეთს გადავშლიდით და შიგნით ბეჭდით იყო დამტკიცებული და მინიჭებული კოდი. ეხლა წერია იქ კოდი, რა კოდიც იყო მინიჭებული, ოფიციალურად გასული. ანუ იმას შევადარებ, რომ მაშინ მე რო გამომეყენებია ის ჩემი განათლება, ოცეული სერჟანტი ვიყავი 2004-ში. ის ჩემი განათლება ის რო გამომეყენებინა, აუცილებლად მოგვიკვდებოდა ძალიან ბევრი ბიჭები. ძალიან ბევრი დაგვეღუპებოდა. მაგრამ ამ თანამედროვე ნატო სტანდარტმა რაც გაგვატარა ჩვენ და რაც ვისწავლეთ ამერიკელებიდან, შევადარებდი და ვიტყოდი, რომ მსხვერპლი იყო ძალიან ნაკლები. ძალიან ნაკლები მსხვერპლი მოგცა. იმან რომ ტაქტიკა, მანევრი, საბრძოლო რესურსის ხარჯვა, ადამიანის რესურსის გამოყენება, ქვედანაყოფის მართვის პროცედურები, ეს ყველაფერი საერთოდ სრული სპექტრი რომ მოვიცვათ, მაღალ დონეზე იყო. რა მასა გიპირისპირდებოდა? მაღალ დონეზე იყო. მასა ეხლა რო ვთქვათ, ნუ ჩემ მონაკვეთზე ვთქვათ 20-ს დაახლოებით 80 კაცზე მეტი გვიპირისპირდებოდა. ერთი საბრძოლო 20-ის აღდგენი პუნქტი რო ვთქვათ, 80 კაცამდე გვიპირისპირდებოდა. ისიც გაშლილი ქვედანაყოფი. კარგად იცოდნენ რა ტაქტიკა, კარგად მუშაობდნენ, რაღაც გარკვეულ ვარიანტებში გვჯობნიდნენ, რაღაც მომენტებში გვჯობნიდნენ. იყო შემთხვევა, რომ კი ვიყავით კარგად მომზადებულები,
სულიერათაც მდგრადები ვიყავით, ვიცოდით ჩვენს უკან ხალხი იდგა, მიუხედავად იმისა, რა მწამს ის იყო, რა ორიენტაციის იყო, ჩვენ ის გვწამდა, რომ უნდა დაგვეცვა ქართველი ხალხი რა. მაგრამ რაღაცებში გჯობნიდნენ. იმით გჯობნიდნენ თუ რუსის ქვედანაყოფი გამოჩნდებოდა, იმით ვგებულობდით, რომ უკვე ღამის ხედვებზე გადადიოდნენ და ღამის ხედვებით მუშაობდნენ, ძალიან ახლოში შემოდიოდნენ, 25 მეტრშიც. მე ახლა არ მიგვეს დღეს, ახლა არ მიგვეს ის რაც ხდება უკრაინაში, ნახდათ არ მიგვეს. იმიტომ რომ 20 მეტრიანი და 10 მეტრიანი ბრძოლები მაშინ ნელმა ბიჭებმა ბევრმა გაიარა, იცის რა იყო სანგრის წინა ბრძოლები, ან თუნდაც სანგრის გადასვლის შემდეგ რაც ხდებოდა, ახლა ბოლომდე არ გვინდა დეტალები რო ჩავიყვეთ, მაგრამ იყო გამოცდილება იმათაც ჰქონდათ. იცის ომი იცოდნენ მაშინ. ჩვენ პატარა ძალებთან ომი იცოდნენ და გამოიყენეს რა ის რაც უნდა გამოეყენებინათ. მაგრამ კარგად ხდებოდით ჩვენი სულიერებიდან მომზადებით, ჩვენი ფიზიკურობიდან მომზადებით, ჩვენი საცეცხლე საბრძოლო მომზადებიდან გამომდინარე მომზადებით, კარგად დავხვდით. ისე პირველი საბრძოლო ნათლობა. პირველი ჩემი იყო პირველი საბრძოლო ნათლობა. კარგად დავხვდით. მინდა ის აღვნიშნო ჩვენი ბატალიონის მეთაური იყო ლაშა ბერიძე. როდესაც შევდიოდით უკვე წვერიახოზე, როდესაც ავდიოდით, პირველი საცეცხლე ნათლობა მოხდა წვერიახოზე. როდესაც ავედით წვერიახოზე, ესე იგი კომანდოს ბატალიონის ჩანაცვლებას ვაკეთებდით. ნუ ესე დაპობრივად ხდება მცირე ქვედანაყოფის ზომიდან გადადიხარ დიდ ქვედანაყოფის ზომაზე და თანდათანობით იცვლება და გადადის ქვედანაყოფი იცვლება და ჩამნაცვლებელი ქვედანაყოფი უკვე ისე იყო, სადღაც მე-3 20-ეულად მომიწია ჩანაცვლება, ოღონ ასეულების მიხედვით. მე ვიყავი მეორე ასეულში, მეორე 20-ეულის სერჟანტი, ოღონ მომიწია ესე იგი პირველი ასეულის პირველი 20-ეულის შემდეგ შემომიწია ჩემ 20-ეულს შესვლა, მეორე 20-ეულს. ნუ სხვა მიმართულებაზე რა თქმა უნდა. და მინდა აღვნიშნო ესე იგი ესეთი რაღაც, რასაც სწავლებებზე გავდიოდით, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიყავით მომზადებული, ვიცოდით ესე იგი ბრძოლიდან გასვლა, ბრძოლაში ჩართვა, დაჭრილის ევაკუაცია თუ ნებისმიერ რაღაცა კარგად ვიცოდით ჩვენ, მაგრამ ერთადერთი უნდა ვაღიაროთ და ვახსენო მინდა გვარი იმ ბიჭეს, ჩემი ძმა და მეგობარია ზაზა მეტრეველი და მინდა მოიხსენიო. ზაზა მაგრად იყავი, ჩვენი დრო კიდე დადგება. ესე იგი როდესაც დავიწყეთ გადაადგილება, ბატალიონის მეთაურმა პირდაპირ ამ მიმართულებაზე წახვალთ, გზაში ნიშნულები ხდებოდა, ის ნიშნული უკვე ისე იყო, გასაიდუმლებული იყო, რა ნიშნულით უნდა ჩავსულიყო. მივდიოდი, პიროვნებაც ხდებოდა, პაროლი იცვლებოდა და შევდიოდით რა. ესე იგი ქვედანაყოფის ჩამოსმა და გადმოყრა, ასე რომ ვთქვა, პირდაპირ სულიანი სიტყვის მნიშვნელობით გადმოყრა 20-ეულის და გავრბივართ, ოღონ მოწესრიებული გასვლა 10-ეულებად. სადღაც 300 მეტრ არ ქონდა გავლილი წვერიახო და სარაბუკის მიმართულებით ჩავდიოდით და ესე იგი ისეთი სერიოზული ცეცხლი გაგვიხსნეს. სადღაც ნუ 3 ტყვი ამქვევი ისო და დანარჩენი ავტომატები 15-ზე მეტი ავტომატი მაინც. ნუ ფსიქოლოგიურად ახლა ცოტა არ იყოს ძალიან დამტყუნველი არის. მოვახერხეთ. ისაც უნდა გაგვეკეთებია ბრძოლაში ჩართვის წესებიდან გამომდინარე და ჩემი პირველი ესე იგი აზრი იყო ის რომ უნდა დაგვეწყო გასვლა. ქვედანაყოფის გაყვანა უნდა დამეწყო ზუსტად იქ სადაც ჩემი დანიშნულება იყო, მე იქ უნდა მისულიყავი. და მეც მითხრა ბატალიონის მეთაურმა, შენ იქ უნდა მიხვიდე. ვიცოდი რომ შეიძლება ნავტყორცის დამცემოდა, შეიძლება ჩასაფრებაც ყოფილიყო, შეიძლება რაღაც მოვლენაში ყოფილიყავი, მაგრამ ჩემი ის იყო ბრძანება ის ხონდა რომ მე იქ უნდა მისულიყავი. იმ ნიშნულთან, მწვანე მე-11 სადაც იყო იქ უნდა მისულიყავი. ესე იგი ვიճაბო მარცხნიდან მარჯვნივ ვიწყებთ გასვლას, რაღაცა ისა და პირველი დაძახება იყო ზაზა მეტრეველის. ეს არ გააკეთო. დაახლოებით რა გითხრათ, 40 სანტიმეტრიდან 60 სანტიმეტრამდე ესე ხეთყე იჭრებოდა რა. 3 საათნახევარი მოვუნდით 250 მეტრის, 300 მეტრის გასვლას. ხოხით. არავინ არ დამჭრია. და ეს იყო ზაზას დამსახურება. არავინ არ დამჭრია საერთოდ მივიყვანე იქ, სადაც უნდა მივიყვანა დანიშნულად გზაზე, ხან მწვანე 11-თან მივიყვანე ჩვეულებრივად, საერთოდ არაფერი. ცოტა საბრძოლო სტრესი მივიღეთ, ცოტა. ანუ პატარა ბიჭები ვიყავით მაშინ, მაგრამ ისეთი მიმართულებით შევხედეთ, ვითომ თითქოს სწავლება-სწავეთ გამოგვივიდა, მაგრამ ნათლობაში ჩავეთვალა სერიოზულ ნათლობაში. შევედით, გადავნაწილდით და უკვე იმ ღამიდანვე მივხვდით, რომ მართლა ვიყავით ჩართული უკვე ჩვენ ცეცხლში.
ომში ვიყავით ნახდათ ჩართული. და უკვე ყველამ გააცნობიერა. ყველა კარგად იდგა და ანუ შემდეგი დღეები კიდე უფრო რთული იყო თუ უკვე მარტივად წავიდა. პირველი 3 დღე გაჭირდა, ცოტა პირველი 3 დღე გაჭირდა. ერთ-ერთი ოცეული სერჟანტი იყო ბერიაშვილი, ესა ბერიანიძე. იცის ყველა უკრაინაში ვინც ავიჯები მათმა ყველა ვიციან. ბერიანიძე იყო, ვინც ჩავანაცვლე რა, კომანდოს ბატალიონიდან და ამიხსნა ეგ მონახაზი გამიკეთა. რასაც ეცხლე ბარათიც ჰქონდა ოცეულის მიმართულებაზე შექმნილი, ყველაფერი ამიხსნა. კლეიმურების განლაგება, მაშინ კლეიმურები ჰქონდა, ჩვენ საერთოდ არ ვიცოდი რუსული მონი რას ნიშნავდა, მე ნელ-ნელა ამ ბრძოლაში მივიღეთ ყველაფერი გამოცდილება რუსული თუ რამე იყო რა. ყველაფერი ამიხსნა, ასე რომ ვთქვათ, მიწის ნაწილაკამდე რა უნდა მეკეთებინა. და ესე მინდა დაუბრუნდე გამოცდილი ქვედანაყოფები, რომ შემოდიოდნენ რუსული გამოცდილი ქვედანაყოფები. ამ რუსებთან ერთად, სეპარატისტებთან ერთად ხვდებოდი იმით, რომ ორჯერ კლეიმორი დამხვდა შემოbrunებული. დილით გადავდიოდი ადრე. ბიჭებთან ერთად რა უსაფრთხოების დაცვით გადავდიოდი, ნახულობდი კლეიმორს როგორ იყო. ისე მქონდა განაწილებული თუ მივიდოდა აქ, მაგალითად ხეზეც მქონდა დადებული, მაგრამ ვერ მივხვდი. კარგად იყვნენ ხამის ხედვებით რა, კარგად იყვნენ რა, ნაჩნოი ეგრეთ წოდებული მაშინ ახლა ჩვენში თქვენ მაშინ არ გქონდათ ამდენი. არ გქონდა საერთოდ არ გქონდა საერთოდ. მესამე დღე შემოგვიტანეს უკვე და ისიც ასეულში 5 წელი იყო. ჯავშანჟილეტიც მაშინ გაჩნდა. ჯავშანჟილეტიც მაშინ გაჩნდა სადღაც ასეულზე იქნებოდა 30 სალამდე სადღაცა. არავინ არ იცოდა, ვინ ჩაიცოდა? არავინ. მაშინ ნახე კიდე 2004-შიც პირველი ჩვენი ბიჭების ასე რომ ვთქვა დაღუპვა. შეოღლიშვილი ჩემი ძმა და მეგობარი იყო 8 წელში მის საფლავზე არ მისულვარ. ძალიან ბევრი ბიჭები და 11 ბიჭი დაგვეხოცა თელავის ბატალიონს და ყველა საფლავზე ნამყოფი ვარ და ვეღარ მოვახერხე სამწუხაროდ ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე რომ მესულიყავი ამ საფლავებზე. ანუ პირველი საბრძოლო ნათლობა იყო მაშინ ჩვენი ძალიან სიმწარე უკვე მეორე და მესამე დღიდან შევეგუეთ ამ ყველაფერს რა. რა შეიცვალა, ან როგორ შეიცვალა, აი უკვე 2004-ის მერე შენ ერაყშიც იყავი, ავღანეთშიც იყავი, როგორ იცვლებოდა აი ეს გამოცდილებები, რას იღებდი, რამდენად შეიცვალა ისევ შენი ცოდნა სამხედრო საქმის მიმართ. ან შეიცვალა თუ არა საერთოდ? შეიცვალა, ძალიან შეიცვალა, ეტაპობრივად, ნაბიჯ. ესე იგი, ჩვენ კისერზე, ჩვენ გამოცდილებაზე, ჩვენს ოფიცრებზე, სერჟანტებზე, ჩვენ ჯარისკაცებზე, ნუ ჩვენ მთლიან შეიარაღებულ ძალებზე ჩვენიდან გამომდინარე ნელ-ნელა ვიწევდით ნაბიჯ წინ. ისიც ვიწევდით ისევ ჩვენი პარტნიორების დახმარებით. 2004-ში რაც მივიღეთ ჩვენ გამოცდილება, ეს იყო ჩვენი დიდი გაკვეთილი. ქართული ქვედანაყოფებისთვის იყო დიდი გაკვეთილი. რა იყო ჩვენი შეცდომა? რატომ მოხდა ესე? როგორ შეიძლება მომხდარიყო? ბრძოლის შემდეგი მიმოხილვები რომ მიდიოდა და ვაკეთებდით ანალიზს, ერთმანეთს შეკითხვას უსვამდით. იყო ხოლმე ხანდახან სერიოზული კამათი მოგდიოდა სერჟანტებს და ოფიცერებს ერთმანეთს, რომ ის ისე უნდა ყოფილიყო ეს. ახლა სერიოზული კამათი, ნუ ჯანსაღამაცე იყო აქ საუბარი, თორე ერთმანეთის მიმართ რამე კი არ ქონდა ისეთი. უბრალოდ ესე ჯობდა, ისე ჯობდა. იმ დასკვნამდე მივდიოდით და შემდეგ სწავლებაზე ეს ყველაფერი იყო უკვე აღმოფხრილი. და ვითვალისწინებდით. სხვადასხვა უამრავი სწავლება გავიარეთ და ამ სწავლებებში უკვე ამ საბრძოლო რეალობას ვითვალისწინებდით. რა დაგვჭირდებოდა შემდგომში? რა გამოგვადგებოდა შემდგომში? აი ზუსტად ის მინდა ახლა რომ თქვა იქ აფხაზეთში ნაომარმა კაცმა რომ მითხრა რომ ფირუზ არავითარ შემთხვევაში ხალხი გადარბენით არ გადაიყვანო, ოცეული ისე არ გაიყვანო გვერდიდან. მართალი იყო ის. მე რო ისე გამეყვანა 15 კაცი უეჭველი მომიკვდებოდა იქ. უეჭველი. აი ეს იყო იმის საწინდარი რომ შემდეგში რა გავაკეთეთ. შემდეგში ის გავაკეთეთ ერაყში ჩასვლისას მოგვიწია ერაყში გადასრულის წინა მომზადებები ჩაგვიტარდა. ყოველთვის ვაკვირდებოდით რა შეცდომები ქონდა 2004-ში დაშვებული. ყოველთვის ვაკვირდებოდით. იქ სწავლებებზე გადასრულის წინა მომზადებებში შემდეგ კუვეითში ჩაგვიყვანეს, კუვეითში კონტრაქტორებმა ჩაგვიტარეს სწავლებები, წვანებერეთის კონტრაქტორები იყვნენ, გადამდგარი სამხედროები, ოღონდ კონტრაქტორებად საცეცხლე მომზადებას და ფსიქომომზადებას ატარებდნენ კუვეითში.
ვირჯინიას ბაზაზე. აი მაგათთან შედარებით რო ვაკეთებდით აქ რაც გვემართებოდა, ესე იგი რა გამოგვადგებოდა იმას ვითვალისწინებდით. ჯანსაღი იყო ეს ჩვენთვის ახლა აზროვნება თავისთავად ყოველთვის წინ იწევს, რასაც სწავლობ მეტი და მეტი გინდა, ხო, იმიტომ ჩვენ ამაში ვიყავით მიმართული, ადრეთო გვიან სადღაც ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ხო მოვკვდებოდით. მაგრამ რო არ მომკვდარიყავი, გვინდოდა კიდე რაღაცის სწავლა, ხო, თავისთავად და ერთმანეთს მივხმარებოდით. იქ კუვეითში კიდე ამ კონტრაქტორებმაც ბევრი რამე გვასწავლეს და ვდევდით ყოველთვის რა შეცდომა ჰქონდა 2004-ში დაშვებული. შემდეგ შევედით 2005-ში შეგვიყვანეს უკვე ერაყში. ესე ერაყში ვიყავით ბაქუბაში, დაიალას პროვინცია, ბაქუბაში. ბაზას ქვია და ვორხორსი. იქ უკვე კარგი გამოცდილება მივიღეთ, უკვე რეალურად ვიყავით ნატოს ქვედანაყოფებთან შერწყმული, უკვე კომბინირებულ ძალებში ვიღებდით მონაწილეობას, პატრულირებები გვიწევდა. იყო აღმოჩენები შენთვის? კი, იყო ძალიან ბევრი იყო. ძირითადად ასე ვთქვათ, იქაც ნაღმებზე იყო ორიენტაცია და მცირე ჩასაფრებებზე. შორი ჩასაფრება უფრო მეტი იყო, ვიდრე ახლო ჩასაფრება, მაგრამ უმეტესი იყო ნაღმები, თვითნაკეთი მოწყობილობები და იყო შორიდან, ესე იგი, ჩასაფრებები. ასე რომ ვთქვათ, რომ კვირაში 4-3 ესე რომ ვთქვათ, გამოწერილი ჰქონდა დაბომბვა 120 მმ-იანები, ძირითადად 120 მმ-იანი ნამყორსნები. გამოწერილი ჰქონდა, ეს უეჭველი იყო რა. იმიტომ რომ მეტი საშუალება ხა მაგათი არის დიდ ძალებთან უწევდა, კომბინირებულ ძალებთან უწევდა შეტაკება და ასე თუ ისე მეც ვერ ხაჩავდნენ ასე რომ ვთქვათ. ერაყმა დიდი გამოცდილება მოუტანა ქართულ ქვედანაყოფებს, მარტო ჩვენს თელავის ბატალიონს არა, ქართულ ქვედანაყოფებს, ვიც ერაყში იმსახურა. გამოცდილება მოუტანა უცხო ქვეყნის ჯარისკაცებთან ურთიერთობა. ჯარისკაცი ჯარისკაცთან დამეგობრდა. მაგალითად ჩემ თავზეც ვიტყვი, ჩემ მეგობრებზეც ვიტყვი, ვინც ჩემ ქვედანაყოფში იყო, ვინც ჩემი მეთაურები იყვნენ. ყველა შევიდა ურთიერთობაში ამერიკელთან, გერმანელთან, ბელგიელთან, ფრანგთან. ჩამოყალიბდა ურთიერთობა. უკვე კულტურებიც კი იცვლებოდა ერთმანეთში, ერთმანეთს უყვებოდით, რომ ჩემთან ეს არის მიღებული, ის გეუბნება, რომ ჩემთან ეს არ არის მიღებული. ჩვენთვის იყო რაღაც მიღებული, იმისთვის არ იყო მიღებული. ჩვენ რაღაც მოგწონდა თქვათ ამერიკელების, იმათ არ მოწონდათ ჩვენი. ნუ იყო მე ერთმანეთთან შეჯამებულად, კარგი ურთიერთობა, კინოთეატრშიც კი ერთად ვიჯექით და მაგალითად ერისიონი ჩამოგვიტანეს და რო ჩაგვირთეს ერისიონის ისა რა ქვია კონცერტი ფეხს ედგებოდნენ დაშუგავდა ამერიკელები. ახლა მაგაცას რო უყურებდით, მაგათ რაღაცა კულტურული მასო გვაჩვენებდნენ, ისე იყო რომ თავისთავად პატივი უნდაც. შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ პატივი უნდაც თავისთავად, ხო? აქედან დაიწყო უფრო მეტი უკეთესი გაღრმავება ქართველებსა და ნატოს ქვედანაყოფებს შორის. უფრო ამერიკელებთან, გერმანელებთან, ფრანგებთან. ნდობა მე მაგალითად ყოველთვის იმას ვიტყვი, რომ იყო რამოდენიმე კონფლიქტი, მომივიდა სერიოზული კონფლიქტი ამერიკელებთან, ორი იყო ზუსტად ამ კულტურასთან დაკავშირებით და რამოდენიმე იყო უკვე საბრძოლო ოპერაციებთან დაკავშირებით, სერიოზული. ახლა ხელით კი არ შევხებივართ, მაგრამ კამათი და უკვე საჩივარი რო შტაბში შედის და იქ განიხილავს სამანდატო კომისია, უკვე ძალიან სერიოზული კონფლიქტი რომ მოგვივიდა. მაგრამ რამოდენიმე ხნის მერე მოდიოდნენ და იყო ისეთი თემები, რომ ჩვენს ხელი ჩამოგვირთვევია იმასაც და ბოდიში მოგვიხდიათ, მაგრამ არ უნდა მომხდარიყო. ერთ საქმეს ვასრულებდით, არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ხდება ამდენ კომბინირებულ ქვედანაყოფებთან ხდება ესეთი რაღაცა, მაგრამ თავარია რომ არ უნდა მივიდეს ისეთ ზომამდე რომ რაღაც ჩამოვაყალიბოთ ერთმანეთში შური და უბედურება ესეთი არ გვჭირდებოდა და არც უნდა ყოფილიყო. მაგრამ სწავლით იღებდით გამოცდილებას მე? სწავლით, ესე იგი ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. საერთოდ არ ვიცოდი, ერთ ეპიზოდს მოგიყვებით, საერთოდ საჰაერო მხარდაჭერას კი ვსწავლობდით როგორ იქნებოდა, ვასწავლიდნენ და კურსის გაგვატარეს კუვეითში, ახლა ვთქვათ, ერთმანეთის შემოფრენა თუ თვითონ რომელი ჰორიზონტიდან უნდა შემოსულიყო, რუგაზე მონიშნა საჰაერო სივრცე იკედებოდა თუ არ იკედებოდა, ახლა სრულად ვერ ჩამოყალიბდებით სამხედრო ტერმინოლოგიით. ესე იგი, ვერ წარმოვიდგენდი საჰაერო მხარდაჭერა თუ 2 წუთში მოვიდოდა ჩვენთან, ხო, ვერ წარმოვიდგენდი. კარგად მახსოვს, ორხორსის ბაზა დავტოვეთ და შევდივართ დაიალას ხიდზე, ანუ დაცვას ვაწარმოებდით მაგ ხიდზე.
უნდა ჩამენაცვლებია პირველი ოცეული, ჩემი ოცეული. ცვლას ღამე ვაკეთებდით. იყო სხვადასხვა პერიოდში ვაკეთებდით. ანუ არ უნდა აჩვენო, როდის იცვლები რა, თავისთავად ეს ერთ-ერთი ტაქტიკა და საბრძოლო ხრიგიც არის რა. ღამე შევდიოდი 12 საათს და ღამე 12 საათზე, ნუ შორი ჩასაფრება სადღაც 300 მეტრიანი მაქსიმუმ. რა დიდძალი ქვედანაყოფი ისროდა. ეთ 20 კაცზე მეტი გვესროდა. ნაღზე აფეთქდა პირველი მანქანა. არაფერი მომენტში გააგზელებდა ის მანქანა მოძრაობას შეუულებრად არც არავინ დაჭრილ არაფერი. ნაღზე აფეთქდა, ჰამერი იყო. ნაღზე აფეთქდა, აგრიშკა დაზიანდა, მაგრამ შეგვეძრო უკვე ხიდამდე მისვლა. მაგრამ ისეთი სიტუაციაში მოვყევით, წინ იყო რაღაც ქვების ნიშნულები. პირველ მანქანამ გადმოცა, ანუ მეწინავე ვინც იყო, გადმოგცა, რომ ესე იგი აღარ ღირს გაგზელებაო, შესაძლოა რაიმე იყოსო რა, ქვების გროვა დახვდა და შეიძლება რაიმე იყოსო. მინიშნება იყო ადგილობრივების, მაგრამ აქედან ჩვენც გებულობდით რა. და აღარ ღირდა, ასე რომ ვთქვათ, სხვა გზით ვცდილობდით გასვლას და სანამ პირველი მანქანა, ანუ გამსკდარი აგრიშკით, კამერით, ასე რომ ვთქვათ, საბურავით ცდილობდა იმას, რომ გასულიყო სხვა მიმართულებით, მაგრამ ეძებდა ჩამოქვეითდა მარცხენა ფლანგი ჩამოქვეითდა და ეძებდა რა გასასვლელს. მანამ ეს გადაცემული გვაქვს ჩვენ. ამა და ამ კოორდინატზე სალუტის მეთოდით რაც არის, მოვახსენეთ სადაზვერვო ინფორმაცია, მოვახსენეთ სალტა, მოვახსენეთ თუ რამე იყო კავშირი კარგად მუშაობდა, არანაირი შეფერხება არ ქონია. ესე იგი ჩვენი ბიჭების მოსვლა, ქართველი ბიჭების მოსვლას დაჭირდა სადღაც 5 წუთი და 2 წუთში უკვე თავზე გვაჯდა ლიტლი ბირდი რა. ბზიკს ვეძახოდი ჩვენ ვაღას. თავზე დაგვაჯდა უკვე. ხედავდი ტრასერი მოდის ზემოდან ქვემოთ. მაშინ ვიგზენი რას ნიშნავდა საჰაერო მხარდაჭერა რა. მაშინ ვიგზენი რომ რა იყო ესე იგი ჰაერი და მხარდაჭერა. არტილერია 2004-ში რო დავბრუნდეთ, კარგად მუშაობდა, კარგად ვიჭერდა ხარჩვენი არტილერია, ძალიან მაგრად მუშაობდა და საქართველოს კარგი არტილერისტები გქონს. მაგრამ აქ რო შევადაროთ, ჰაერი სულ სხვა რაღაცა ყოფილა რა. ძალიან დიდი განსხვავება ყოფილა და ასე რომ ვთქვათ, პირველი ამოსუნთქვა იყო მაშინ. ეგრევე ცეცხლი ჩახშობილი იყო რა. ამას გრძნობდით უკვე სხვა ოპერაციებში? სულ სხვა წარმოდგენაში ხარ. სულ სხვა წარმოდგენაში ხარ უკვე საჰაერო მხარდაჭერა როდესაც. ავღანეთშიც? ავღანეთშიც ეგრე იყო. სულ სხვა წარმოდგენაში ხარ რა. ავღანეთში უფრო საჰაერო მხარდაჭერა იყო ვიდრე საარტილერიო. საარტილერიო ცოტა ისეთი თემა არის. კი, წერტილოვანი დარტყმა ხდება არტილერიიდანს, გააჩნია რა შეერაღებდა ნესვი, მაგრამ მაინც არაზუსტი გამოდიოდა. მოსახლეობასთან ახლოს ვერ დაარტყამდი. იმიტომ რომ გათვალისწინება იყო ეგ. მშვიდობიანი მოქალაქეები ძალიან ბევრი. და ეხლა ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აი პირველი საბრძოლო ნათლობა აღნიშნე და მთელი ეს კამპანია ერაყის განსაკუთრებით, ხო? და 2008-ს რომ მიუბრუნდეთ. კი არა და მივიდეთ 2008-ში. ხო, მაშინ უკვე მესამე ბრიგადის შემადგენლობაში მიმართულებაზე. ესე იგი, რა სხვაობა იყო 4-სა და 8-ს შორის? ესე იგი, რომ გადმოვიდეთ და დაუბრუნდეთ ესე ვისე ჩვენთან, მოვიარეთ ერაყი, ნახეთ რას ნიშნავდა კომბინირებული ძალების, სხვადასხვა ქვედანაყოფ, სხვა ქვეყნის ხალხთან ურთიერთობა, ჯარისკაცებთან, სულ სხვა სფეროში ყვები. მართლა ზღაპრული სანახაობა იყო, კი, იყო რაღაც კონფლიქტები, იყო დაჭრაც, იყო დასახიჩრებაც, გარდაცვალებაც, მაგრამ ძალიან დიდი განსხვავება რაში იყო. ერაყიდან როდესაც დაუბრუნდით, ჩამოვედით თელავში, კიდევ სწავლებები გავაგზავნეთ, ვემზადებოდით ყოველთვის სწავლებებისთვის, ეს ყოველთვის ესეა რა, მშვიდობა თუ გვინდა, აუცილებლად უნდა ვემზადოთ და მზად უნდა ვიყოთ. თუ გინდა რომ მუშტი ძლიერი იქონდეს, ავარჯიშე ყოველთვის დარტყმაში, ესეა რა. ბევრი სწავლებები გაგზელდა, ძალიან ბევრი სწავლებები და უკვე 2006-ის ოქტომბერში გადმოვედი ქუთაისში. გადმოვედი ქუთაისში, მესამე ბრიგადაში, 32 ბატალიონის დაზვერვაში მოხდი. გაგზელდა ისევ სწავლებები, როგორც ყოველთვის გავაგზავნეთ და მოგვესწრო უკვე 2008-ის ომიც. რაც შეეხება ხა 2008-ის ომს, ისე უცებ მოხდა, რომ წარმოუდგენელი იყო ჩვენთვის ამხელა მასასთან შეტაკება და ჭიდილი, ეს იყო წარმოუდგენელი. მიუხედავად იმისა, 2004-ში ვიცოდით ჩვენ რა სუნი ქონდა რუსს და რა სუნი ქონდა თვითონ ოსებსაც. კარგად ვიცოდი. მიუხედავად იმისა, ისევ იქ მოხდი, სადაც 2004-ში ვიყავი,
იგივე ადგილებში, მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ რას ნიშნავდა უფრო კარგი და მეტად ძლიერი საარტილერიო ცეცხლი, ხარდაჭერა, უფრო მეტი განსხვავება ის იყო, რომ სულისკვეთება მეტად და მეტად ამაღლებული იყო. კიდე ის იყო, რომ ტაქტიკა დაიხვეწა, მეტად განვითარდა. ყოველდღიურად ჯარისკაცის მომზადება კლასში არ უნდა ხდებოდეს პლაცზე, ხდებოდა ყოველთვის ტყეში, მაგრამ პერიოდი ზოგმა შეიძლება სხვანაირად იფიქროს, მაგრამ იყო კარგი წვალება და წვრთნა და იყო ნაკლები დასვენება. მაგრამ იმისთვის იყო საწინდარი, რომ შემდეგში რაც მივიღეთ ზიანი 10 იმდენს მივიღებდით. მაგრამ ის იმ წვრთნებმა გამოიწვია, რაც წვრთნებში ჩვენ ვიყავით ჩართული. ძალიან მაგრად ვიყავით ჩართული და ყოველთვის ტაქტიკა იხვეწებოდა, კი, ნატო სტანდარტით მიდიოდა ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ჩვენ მენტალობაშიც რო გამოვიყენოთ და გადმოვიტანოთ რაღაცები, ახლა მე დაზვერვაში ვიყავი და ესე იგი დასახულ ამოცანას საბრძოლო ბრძანებით რო გავწერდით, შეიძლება ისე ვერ შეასრულო. მე რომ მჭირდება რაღაც გარკვეული ზონის ან რაიონის გავლა. შეიძლება გეგმის მიხედვით არ წავსულიყავი. იმიტომ რომ ისე მჭირდებოდა. შემეცვალა გეგმა, მაგრამ მოხსენებას აუცილებლად ვაკეთებდი. აი ეგიც კი ტაქტიკაში იყო მოხსენებული და შეთანხმებულად ვაკეთებდით. იყო კოორდინატების გადაცემა, რომ ოფიციალურად ხდება, კი, რადიო ციხეში დახურულია, მაგრამ ალფავიტის მიხედვით ვაკეთებდით. იყო რაღაც კოდების მიხედვით, დაკარგული იყო ესეთი პერიოდი, კოდების მიხედვით საუბარი და ეხლა კარგი არის მე ბიჭებთან ძალიან დიდი ურთიერთობა მაქვს ახლაც. რო გვაქვს საუბარი ერთმანეთთან, ესე იგი კოდები ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩაგიხშობს. მოწინააღმდეგეს ყოველთვის აქვს ეს საშუალება, ჩაგიხშობს, მოგისმინოს და დაგაჯდეს და რაღაცა თვითონაც გადაიწეროს და იცის იმანაც, ხო? ხო და კარგია ეს კოდებით რო დახვეწეთ საუბარი, შვენიერი ალფავიტის მიხედვით. სად იყო ყველაზე რთული მომენტი? 2008-ის ყველაზე რთული მომენტი, ესე იგი პირველი დაგვიდგა, რომ ერედვში ასე რომ ვთქვათ, ჩამოქვეითების დროს, როგორც კი ჩამოვქვეითეთ მანქანებიდან ჩვენი ბატალიონი, გაშლაც კი ვერ მოახერხეთ, პირდაპირ დაიწყო წერტილოვანი დაბომბვა სტადიონთან, ერედვის სტადიონთან. წერტილოვანი დარტყმები წავიდა. ღმერთის წყალობით ისე იყო, რომ აი სწავლება და მეტი განათლება რას ნიშნავს? ზოგს განათლება ის გონია გადავიდეს სხვა სფერო. განათლება უნდა საბრძოლო მომზადებასაც. ბიჭებმა რო იცოდნენ ჩამოქვეითების დროს სად უნდა გასულიყვნენ, ყველა გავიდა თავის მიმართულებაზე, მიუხედავად იმისა, ბატალიონი, ბრიგადა, სხვადასხვა ქვედანაყოფი იქ იყო, მომიჯნავე ქვედანაყოფი, ყველა თავის მიმართულებაზე გავიდა და ერედვში ჩამოქვეითების დროს არავინი არ დაჭრილა. მიუხედავად იმისა, სტადიონიდან ქვემოთ ცენტრალურ გზას სადაც გადის, დაახლოებით რამდენიმე 180 მეტრი დაახლოებით. აი მაგ მონაკვეთებში ეგონათ ალბათ სამეთაურო რგოლი თუ იქნებოდა, იმიტომ იქ ურტყამდე ძირითადად. ყველაზე კარგი ადგილი იყო და ხო იცი ხა ქართველ მეთაურებს სხვათა შორის აქვს ის მინუსი, რომ კარგ ადგილზე უყვართ დადგომა და აი მაქედან გამომდინარე იცოდა იმ რუსმაც სად უნდა დაერტყა. ზუსტად იმან გამოიწვია ჩვენმა საბრძოლო ხრიკმა მოფიქრებამ გამოიწვია იქ არ უნდა ყოფილიყო რა, გაიცალე, გავიდი. ესე იგი მომზადების დონე კიდე მეტად განვითარება იმას ნიშნავს, რომ 2004-ში რო ავედით და წვალებით მივდიოდით წვერიახომდე და თლიაყანამდე ვერ ვახერხებდით მისვლას, სრული ტაქტიკური სვლით გადავადგილით და დავიწყეთ გაშლა, გადაადგილება, ერთმანეთის დაცვა და ასე შემდეგ. ქონდა კი არა ხარვეზების მეტი რა იყო, როგორ არ ქონდა ხარვეზი. მაგას ვერავინ ვერ იყოს, მაგრამ ხარვეზის აღმოფხვრა იქავეს უნდა ხდებოდეს. შეცდომას უშვებ, მაგრამ ისე უნდა ეცადო, რომ გეგმის 100%-იანი შესრულებას ვერ გააკეთებ, 40-იანის რო გააკეთო, შენ შესრულებული გაქვს ის თავისთავად. ესე იგი, საბრძოლო მოქმედებებიდან გამომდინარე, მეტი შესაძლებლობა მომცა და ჩემი რესურსიც გამოიყენა, მინდა მოვიხსენ აქედან მადლობა შეუთვალო დავით შველიძეს. კარგი კაცია, კარგი პიროვნება არის და დაზვერვა ისე გამოიყენა, როგორც ჭირდებოდა ნახდათ ქვედანაყოფს გამოყენება. ბევრი სწავლება მქონდა გავლილი, ძალიან ბევრი სწავლება მქონდა გავლილი, ბევრი რაღაცაც ვნახე და ესე იგი შველიძემ კარგად გამოიყენა დაზვერვა ფლანგებზეც
და წინა მიმართულებით. აი როცა ამბობ რომ ვინმემ კარგად გამოიყენა, მაშინ რაღაცნაირი შედეგიც გითხარი ამისი. შედეგი იმისი იყო რომ ბატალიონს ნაკლები დანაკლისი ყავდა. ერთი ბიჭი მოგვიყვდა ჩვენ მაშინ ბატალიონში რა. დაჭრა იყო, დაგვეჭრა ბევრიც, მაგრამ ის იყო რომ ქვედანაყოფმა არ მიიღო დიდი ზიანი. და დავითმა გამოიყენა კარგად ეს მიმართულებები. ესე იგი დაზვერვა გამოიყენა უსაფრთხოების მხრივ, დაზვერვა როგორც თვალი ისე ამუშავა, ინფორმაცია კარგად შედიოდა და ქვედანაყოფში, ესე იგი დაზვერვასა და არტილერიას ისე იყენებდა ვიტყვი თამამად ვიტყვი რომ ხარვეზე არ ქონია. ხარვეზე არ ქონია. პლუს ამას ქვედანაყოფების გადაადგილება ხარსეულების მიხედვით კარგად შეიყვანა წვერიახოზე და კარგად განალაგა. შემდეგ თლიაყანაზე ისე გაიყვანა ასეულები, ესე იგი თლიაყანაზე რო ავედით, დაზვერვის ერთ ჯგუფს მოგვიწია რუსების სანგარსავალში შესვლა. ხო და ამ სანგარსავლამდე მხარდაჭერა ისე კარგად ჰქონდა, რომ საარტილერიო მხარდაჭერასთან ერთად შეხსევას გავაკეთეთ. და უკვე ქვედანაყოფებით შემოვიდა და განლაგდა და ასე რომ ვთქვათ, აი ზუსტად ესა ქვედანაყოფის განვითარება ისევ საბრძოლო მოზადებას მინდა დაუბრუნდე და რაც მოუყევი სანამ დაბრუნდა მანდ განლაგებით დამთავრდა ეგ ეპოპეა? უკვე თლიაყანაზე დამთავრდა ეს ყველაფერი რა. ბრძანება მოვიდა. თლიაყანაზე დამთავრდა უკვე ეს ყველაფერი, კარგად ვიყავით განლაგებულები, უკვე რიახვის ხეობას გადავყურებდით, მომიჯნავე ქვედანაყოფებიც უკვე ჯავის მიმართულებაზე დაწრული იყო. მაგრამ რატომღაც ეს უკვე ხა პოლიტიკაში მე ნაღდათ არ ჩავერევი, ხარვეზე ყველა თავრობას აქვს და ყოველთვის ექნება. არ ჩავერევი პოლიტიკაში, აი აქ მოვიდა უკვე ღამის 2 საათზე მოვიდა ბრძანება უგან გამოსვლის. ახლა ეს ისი ბრძანება იყო ჩვენი ადგილმდებარეობის ასე რომ ვთქვათ გაცემა იყო იქედან თუ აღმოგვაჩენდნენ როგორც ჩვენ მუშაობდით, ისე მუშაობდა რუსი იქედან ხო თავისთავად ახლა. ჩვენ თუ ურტყამდით, ისიც დაგვარტყამდა ხო? მაგრამ ბრძანება მოვიდა შევასრულე ჩვენ ბრძანება რაც მოვიდა რა. მან ეს არის ყველაფერი ბრძანებას და ეგ გასაგებია. შეგვეძლო კიდე უფრო მეტი შენი აზრით? ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ ჩვენ თუ მოვასწრებდით ჯავამდე მისვლას თუ კი მოვასწრებდით, ჩვენი არტილერია წინ გადმოიწევდა. და რაღაც პერიოდში კიდე კარგა ხან შეგვეძლო გაჩერებაც. კიდე, მაგრამ აღარ გავაგზავნებ მე რა. შეგვეძლო რაღაც ცოტა კიდე რაღაც შეგვეძლო. ეხა მინდა მე ესეთი შემაჯამებელი კითხვა, იმიტომ რომ როგორც ჩანს ეს შევყევით და დროც გაგვექცა ამასობაში. რაც შენ გაიარე და რასაც მაგალითად დღევანდელ ომებში ხედავ. როგორ შეიძლება ეგ გადმოიტანო ჩვენ რეალობაში? ცოდნაზე მაქვს საუბარი. ესე იგი, რაც შეეხება ცოდნას და განათლებას, ჩვენ მე ერაყში დავხვეწეთ, ავღანეთში დავხვეწეთ უფრო ასე რომ ვთქვათ, ტექნოლოგიებთან მიდგომა. უფრო კარგად დავხვეწეთ ტექნოლოგიური მიდგომა, პლუს ამას საერთო საჯარისო ბრძოლასთან რა. კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, რომ არაკონვენციურ ომში ვიყავით. სამშვიდობო ოპერაციები იყო, მაგრამ იქ არაკონვენციური ომია რა, ასე რომ ვთქვათ. უკვე ტექნოლოგიურ ომში გადადიხარ. აქ გინდა თუ არ გინდა დაბალი რანგის ჯარისკაცი. რიგით მსროლელზე მაქვს საუბარი, ისიც კი ტექნოლოგიურ, ასე რომ ვთქვათ, ბრძოლაში ერთვება. რა ხელსაწყოებიც არის დღეს გამოყენებული უკრაინის ომში, ასე თუ ისე 70%-ით გქონდა. აქ დრონებზე არ გავამახვილებ ყურადღებას, იყო დრონები როგორ არ იყო, მაგრამ იმ დრონებს სხვა დანიშნულება ჰქონდა. უკვე ეს დაბალი რანგის მებრძოლი, ანუ რიგითზე მაქვს საუბარი, მსროლელზე მაქვს საუბარი, საგუშაგოზე იდგა თუ პატრულში გადიოდა, თუ გამთენიას რაღაცას თვალთვალს აწარმოებდა, უკვე იმას ისეთი აპარატურა ჰქონდა, რომ მანძილის გაზომვა იყო, თუ ღამე თერმული ხედვა იყო, თუ იმათი გადაადგილების აღმოჩენა გრადუსით, ამაღლებით თუ ნებისმიერი ტაქტიკური თვალსაზრისით შეეძლო მსროლელს რიგიც მოიხსენებინა თქვა თავისი შტაბისთვის. ან იმ ცვლის ხელმძღვანელისთვის თუ ნებისმიერისთვის მოიხსენებინა. აი აქედან წამოვიდა განათლება. გერმანიაში გადასულა, როდესაც დაიწყო მომზადებები, იმხელა კარგი გამოცდილება მიიღო ქართულმა ქვედანაყოფებმა, ძალიან უამრავმა ბატალიონმა გააკეთა ეს სწავლება იმაში ალბერსტორში.
ტექნოლოგიასთან მივიდა ყველა მივიდა ტექნოლოგიასთან. მე მაგალითად კი იმ პერიოდში გუდიეთ შეძახოდი იჯექი ჰამერში და მონიტორი ჰქონდა და აკონტროლებდი ქვედანაყოფებს, მეზობელ ქვედანაყოფებს, საჰაერო გადაადგილ ყველაფერს უყურებდი, აკონტროლებდი, დაგჭირდებოდა რაღაც გამოიყენებდი, მაგრამ უკვე ავღანეთის ჩართულობაში BFT-სთან მივიღე ასე რომ ვთქვათ, სრული პირველი საწყის სწავლება რაც ჩამიტარდა. უკვე იმასაც ვაკონტროლებდი, რომ პილოტი ჰაერში იყო და თავის პატრულირებას ასრულებდა და მეუბნებოდა, რომ კილომეტრ ნახევარში არ შეხვიდე, მაგალითად ამ მონაკვეთზე, გზას თავის სახელი ერქვა, ყველა გზას თავის სახელი ერქვა, ოღონდ ჩვენი ტაქტიკური მოქმედების ზონები სადაც იყო. მეუბნებოდა, რომ ამ კილომეტრში ამა და ამ კოორდინატზე მიწა აყირავებული. აყირავებულის იმას ნიშნავს, რომ აბრუნებულია და სავარაუდოდ თერმული დაკვირვებით იქ რაღაც იყო, ხო? არ შევიდოდი იმ გზით, სხვაგან გავიდოდი, ან მივიდოდი, მიახლოებას გავაკეთებდი, დავადასტურებდი და საინჟინრო მოდიოდა. საინჟინრო მოდიოდა უკვე იმხელა ტექნოლოგია აქვს დღეს ნატოს ქვედანაყოფებს საინჟინრო მიმართულებით, რომ რასაც სენსორი აცვია გასტანზე და ეუბნება რა ზომის ნაღბიდებს ქვეშ. ზოგ შეიძლება ზღაპრათაც ეგონოს და რა ეს რა სხვებაო, მაგრამ აი ესეა, ნაღდათ ესე არის. შენი აზრით და სულ ამით დავამთავროთ. შეიძლება აი ამ დროს, აი ამ 21 საუკუნის ომებში რაღაც მარტო დამოუკიდებლად მოქმედება თუ აი ეს ცოდნა რაც არის ნატოსი თუ რაღაც სხვა ქვეყნების უნდა გამოიყენო და აითვისო. ესე იგი, ჩვენი რეალობა ისე იყო და ისე არის მთელი ჩვენი წლები განვლილი, რომ სულვარ ჩაბმული რაღაც ომებში, რაღაც პოლიტიკურ ხეთქვებში ერთმანეთში და ასე შემდეგ. ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს მიღებული. აუცილებელი არის და აუცილებელი არის, რომ ჩვენ ვიყოთ, ესე იგი, ნატოს ქვედანაყოფებთან ურთიერთობაში. საერთო საჯარისო ომს პლუს ტექნოლოგიები, თანამედროვე ტექნოლოგიები. ყოველთვის იმას ვიყო. ამას საწინდარი გახადა დღევანდელი ომები, აგერ რაც უკრაინაში წყამობს. დღეს დრონი არის ერთ-ერთი პირველი ბრძოლის ველზე. ერთ-ერთი პირველი არის ბრძოლის ველზე დრონი. უკვე დანარჩენი შემდეგი არის. ტანკი, ქვეითი და артиლერია უკვე შემდეგი არის. იქ სულ სხვა რაღაცა ჩართულობებია კიდე დრონთან ერთად, მაგრამ ესენი უკვე მაინც მეორე ხარისხოვანი არის. აუცილებელია ჩვენი თანამშრომლობა, ისე უნდა აღდგეს კი არა გაძლიერდეს მეტად ვიდრე ახლა არის. მეტი სწავლებები უნდა ჩადარდეს საქართველოში. უნდა მოვიზიდოთ. ნატოს ქვედანაყოფები უნდა შემოვიყვანოთ, მოვიზიდოთ. ახლა ჩვენ რუსეთთან საზღვარზე ბაზებს გავხსნით თუ რაღაცას გავაკეთებთ თუ ვიღაცა გაღეზიანდება, ეს მე პირადად ნაკლებად მაინტერესებს და ხა პოლიტიკოსებს ნახდათ სულ სხვა ხედვა აქვს, ხო? ჩვენ სამხედროები იმას არ ნიშნავს, რადგან თადარიგში ვარ და რადგან ცოტა ჯანმრთელობასთან პრობლემა მაქვს, იმას არ ნიშნავს, რომ მე რაღაც სულ სხვა მე ისევ სამხედრო აზროვნება მაქვს და ისევ იმას ვაზროვნებ, რომ როგორც ქართული ჯარი, ასევე სამოქალაქო მხრივ განათლება უნდა იყოს, ისევ საბრძოლო მომზადებაზე, ისევ გაძლიერებაზე. ჩვენ ასე რომ ვთქვათ, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში? რელიგიას ამ მნიშვნელობა აქვს, ვირა ორიენტაციის ერთმანეთს დაასდევენ და ურახუნებენ და უკიღო თავის ცხოვრება აქვს, იმ ხარ შევეშვათ. ყველას თავისი მწამსი აქვს, შევეშვათ, კაცო, ჩვენ ადამიანები ვარ და პატივისცემა ქართველია, ჩვენი ქართველია და ის დასაცავია რა. ადრე თუ გვიან მოგვიწევს კიდე ომი რა. კიდე მოგვიწევს. ცოტა ჩავახსო, მე ახლა და ვიტყოდი ერთ რაღაცას, რომ ამდენი რაღაც მოვყევით და ის ბიჭებიც მოვიგონიოთ გარდაცვლილები. ერაყში, ავღანეთში, 2008-ში, 98-ში, აფხაზეთში, ყველა მინდა მოვიგონიოთ. აი ეს ჩვენი საუბრები მინდა დაუკავშირო ყველა ამათ აღურის სისხლი არ მინდა რომ წავიდეს ფუჭად რა, არ მინდა რომ ფუჭად წავიდეს. სახში ხშირად მაქვს ურთიერთობა ჩემ ბიჭთან, ძალიან ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ ჩვეულებრივი დიალოგი გვაქვს ერთმანეთთან და მე მინდოდა რომ ჩემი შვილის თაობას და ახალგაზრდა თაობას რომ არ მოხვედრილიყო იმ პერიოდში, რომ ეფიქრა მოგვიწევს თუ არ მოგვიწევს კიდე რაღაც ისეთ კონფლიქტი, როგორც ჩვენმა მამებმა, ბიძებმა თუ პაპებმა გააკეთა რა, მაგრამ ჩემი ჩვეუნები რომ მოემზადე იმისთვის, რომ მე და შენ შეიძლება მოგვიწიოს კიდე რაღაც. ვეუბნები ესეთ რაღაცას. მე მივდივარ და შენ წამოვა, ვიცი, უეჭველი წამოვა, მაგრამ ასე უნდა იყოს ყველა რა. ყველა ოჯახი ესე უნდა იყოს, ერთმანეთი არ შეჭამოთ და მოემზადეთ ქართული განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ანებეთ კიდე რაღაც
ის იმას წამს, ეს ამას წამს, ვიღაცა რაღაცა ორიენტაციას შეეშვით ამ ხას, დაანებით. დიდი მადლობა. ქართველებმა ერთმანეთს პატივი ვცეთ. ვერავინ ვერ მოგვერევა. მადლობა, ფიროს, დიდი მადლობა შენი დროისთვის და შენი გაიხარე. ამ გზისთვის. მადლობა სამსახურისთვის.